სუფრასთან და რაღაც მას გაუჭირდეს ესე მკაცრი მარხვის შენახვა, ამიტომ მას შეუძლია თევზის მიღება. და ოთხშაბათს დაპარასკევს მარხვის მანძილზე? ოთხშაბათს დაპარასკევს არა. ოთხშაბათს დაპარასკევს რა თქმა უნდა, ყოველ როდესაც ახლა დიდ მარხვაში არის დაშვებული თევზი, ოთხშაბათს მექანიკურად ნიშნავს, რომ ის უფრო მკაცრად მარხულობთ. ეს არის ოთხშაბათი მაცხოვრის გაცემისთან დაკავშირებით, ხოლო პარასკევს კი მაცხოვრის ჯვაროსნთან დაკავშირებით. და ამიტომ ყოველთვის ოთხშაბათს პარასკევი უფრო მკაცრად იცვება ხოლმე. დიდი მადლობა მამა გიორგი საინტერესო პასუხებისათვის. დაგვლოცეთ. ერთად დაგლოცოთ და გაგახაროთ. დღეს ჩვენი ეთერის საშუალებით 8 ნახევარზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პრემიერა მამა გიორგის ახალი ფილმისა საბედისწერო ნაბიჯი, რომელიც ეხება ნარკომანიის ცოდვას. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. შეგახსენებთ, უყურებდით გადაცემას მოძღვარი, გესაუბრებოდათ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. მადლობთ ყურადღებისათვის. მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა მოძღვარი. ჩვენი სტუმარი გახლავთ წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე. დაგლოცეთ მამა გიორგი. ერთად დაგლოცოთ და გაგახაროთ. მამა, დაგვიტოვა მაყურებლებმა შეკითხვები, თუ შეიძლება გაგაცნობთ მათ შეკითხვებს. რატომ გვიხსნის ერთი და იგივე საკითხს მოძღვარი სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა მოძღვარი? დიახ, მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ხოლო პირველ შეკითხვასთან დაკავშირებით შეიძლება ჩვენ მოვიყვანოთ მაგალითად ორი ექიმი, რომელიც კურნავს დაავადებებს, ხორციელ დაავადებას და ერთ და იგივე დაავადება შეიძლება მათ სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა მიდგომით განკურნონ, სხვადასხვა წამლით, მაგრამ საბოლოოდ შედეგი იყოს ადამიანის განკურნება, ფეხზე წამოყენება, ხო? შეიძლება ავიღოთ ორი ხაწერი, რომელიც ხატავს მაცხოვრის ხაზს, მაგრამ ყველას აქვს თავისი გემოვნება, ფერი, რა თქმა უნდა, კანონიკაში უნდა იჯდეს, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში დაიწერება ორივე შემთხვევაში ხატი მაცხოვრის, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის ამირან გოგლიძის დაწერილი ხატი, ხელწერა, ეს კიდე დავით ხიდაშელის და ასე შემდეგ, მაგრამ შედეგი ერთ და იგივეა, ხო? არის მაცხოვრის ხატი, აგრეთვე მოძღვარებთან დაკავშირებით. ყველა მოძღვარს აქვს თავისი წესი, თავისი მიდგომა, თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხის მიმართ და საბოლოო ჯამში ესეც ემსახურება ადამიანის ფეხზე დაყენებას და სულის ხონების ზაზე დაყენებას. და როგორც მოძღვარი, როგორც ხაწერი, როგორც ექიმი უნდა იყვნენ აუცილებლად თავის მოწოდების სიმაღლეზე და ეს არის თავარი, ხოლო დანარჩენი შედეგი ყველას აქვს თითქმის ერთნაირი. რამოდენიმე დღის უკან ერთი მრევლი მეკითხებოდა მოусმენია ერთ-ერთი სასულიერო პირის ქადაგება რაღაც საკითხთან დაკავშირებით, თვალშთები სასჯელებზე და განსაცდელებზე იყო საუბარი, ხოლო შემდეგ მეორე მოძღვრის შეხედულება ამასთან დაკავშირებით და რატომ იყო რომ სხვადასხვა აზრი თქვენს ამ დროს როცა გამოვიკლია, არ იყო უბრალოდ სხვადასხვა კუთხიდან იყო დანახული აზრი იყო საერთო ჯამში ერთი, ამიტომ ასეთ ადამიანებს ყოველთვის ურჩევ ჩვენ რომ ჯობია რომ ერთი მოძღვარი ავირჩიოთ, ერთი მოძღვარს და იმის თუ რამე შეკითხვა აქვს, თუ რამე პრობლემა იმ მოძღვართან გავარკვიოთ. გასაგებია. როდესაც ესწრები წირვას და ლოცვას, აუცილებელია თუ არა წაიკითხო დილისა და საღამოს ლოცვების სრულია და მაყურებელი ვეკითხება. დიახ, თუ იმას გავითვალისწინებთ, როდესაც ადამიანები მოდიან კურთხევით, უნდა დაიღოთ კურთხევა ჩვენგან, რათა წაიკითხონ მცირე ლოცვები და ყოველთვის არის მიზეზი ის რომ მათ ეჩქარებად სკოლაში, ეჩქარებად ინსტიტუტში, სამსახურში და ასე შემდეგ და ისინი ეთხოვენ მცირე ლოცვების კურთხევის აღებას. და მით უმეტეს, როდესაც ადამიანი წირვა ლოცვას დაესწრება,
რა თქმა უნდა შეიძლება მცირე ლოცვები, მოკლე ლოცვები წაიკითხოთ. აი მაგალითად სერაფიმ საროველი გვეუბნება რომ თუ დაუშვათ გეჩქარებად არ გაგვთ დრო, შეგიძლიათ აი დილის ლოცვებზე გვითითებს მაგალითად დასაწყისი ლოცვები მამაუჩვენო და წამსი აუცილებლად წაიკითხათო, მაგრამ ვიტყოდი რომ საერთოდ ადამიანს ჩვევაში არ უნდა გადაუვიდეს ესე მცირე ლოცვა, იმიტომ რომ ჯერ პატარასე ამოკლეს ადამიანი მე კიდე ამ მცირებზე შეიძლება საერთოდ მიატოვოს, ამიტომ ეს უნდა იყოს გამოვალ მდგომარეობაში მცირე ლოცვა, როდესაც მართლა ადამიანს ეჩქარება და სხვა შემთხვევაში ადამიანმა ის 15-20 წუთი უნდას 9 საათი ყოველთვის უნდა მოძებნოს დრო, რომ წაიკითხოს და რაც შეეხება წირვა ლოცვის დროს, როდესაც ადამიანი ესწრება ამ ხელა მსახურებას, შეუძლია რა თქმა უნდა მცირე ლოცვა წაიკითხოს. გასაგებია. აუცილებელია თუ არა 40 დღის განმავლობაში მარხვის შენეხვა, როდესაც ოჯახის წევრი გარდაიცვლებაო, მაყურებელს აინტერესებს. დიახ, აუცილებელია თუ არა ეს იყო ადრე დღესაც არის შემორჩენილი დასავლეთში, დასავლეთ საქართველოში, აი მაგალითად კომუნისტების პერიოდი რომ იყო 80-იანი წლები, მაშინაც კი, როდესაც ადამიანები არ დადიოდნენ ეკლესიაში, არ იცოდნენ მოძღვარი, შეიძლება ბევრ წესიც კი არა იყო, მიცვალებულისთვის დაემარხა, მაგრამ აი 40 დღის განმავლობაში ისინი ხორს არ ჭამდნენ. ეს იქიდან მომდინარეობს, როდესაც 40 დღე ადამიანი გადის საზვერებს, მას განსაკუთრებულად ჭირდება ეს ლოცვა, ეს ტრადიცია იყო იქ, რომ ეს 40 დღე კიდე ეტყობა განსაკუთრებულად კიდე ინახავდნენ ხორციელ საკვებს, bis შენახვასაც, მაგრამ აუცილებლობას ეს არ წარმოადგენს, ეკლესიას აქვს დადგენილი თავისი მარხვები, ჩვენ ვიცით 4 შაბათ-პარასკევი და არის 4 დიდი მარხვა, მაგრამ როდესაც 40 დღე არის აუცილებელი გარდაიცვალება ადამიანი ოჯახიდან, აუცილებელი არის მის სახელზე ბევრი მოწყალება გაიცეს, ბევრი კეთილი საქმე გაკეთდეს, ილოცონ მისი სულის მოსახსენებლად, გადაიხადონ პანაშვიდები, შეიძლება შეკვეთილი წირვაც, მაგრამ რომ აი აუცილებლობას წარმოადგენდეს, რომ 40 დღე იმარხულოს, არა, უბრალოდ განსაკუთრებულად უფრო სულიერ ხარეს მიაქციონ ყურადღება. დიახ, არის კიდევ ტრადიცია, რომ დასაფლავებამდე არ ჭამენ ხორცს, მე როგორც ვიცი. ჭირის უფლები. ხო, იგივე სიტუაცია, აქაც რო ესე იგი თვითონ როგორც უნდა გააკეთონ ბევრი კარგი საქმე და სულიერი საქმე, ხორციელადაც ცდილობენ რომ შეინახონ, მაგრამ აუცილებლობას არ წარმოადგენს. გასაგებია. თუ შეიძლება მიცვალებული სხვა სასაფლაოზე გადასვენება, ამბობენ რომ ამით მიცვალებულის სულს შევაწუხებთ. ხო, რა თქმა უნდა, არ შევაწუხებთ მიცვალებულის სულს, იმიტომ რომ როცა ეს ხშირად ხდება, როდესაც შეიცვლიან ქალაქს და უნდათ რომ აი ეს თავიანთი ოჯახიდან გარდაცვლილი ადამიანებიც სასაფლაოს მიხედონ, მიაქციონ ყურადღება, აი ამ შემთხვევაში ხო რაც შეეხება ახლა და ხშირ შემთხვევაში ხდება, რომ მისტერიან მიწაში დამარხულ ადამიანს. ჩვენ გვინახია საათობით სასაფლაოზე გატარებული დროც ტირილში, შეიძლება ზოგი ხამესაც კი ათევს, რომ აი რაღაცა მისტერიის მიწას და ამ დროს ავიწყდება ადამიანებს, რომ სული არის ზეცაში და უნდა მას დახმარება ლოცვით, მოწყალებით და არა რაღაც განსაკუთრებულად რომ მივტიროდეთ მიწაში დამარხულ ადამიანს, ასე რომ მიცვალებული სულს ჩვენ ამით არ ვაწუხებთ. რატომ არ შეიძლება გოგო იყოს ტიქაროსანიო, მაყურებელი გვეკითხება. ის ეკლესია, რომელიც უფალმა დაარსა, მასში მამაკაცები აღასრულებენ ღვთისმსახურებას და შესაბამისად საკურთხეველშიც ქალის შესვლა არ შეიძლება, ხო? რა თქმა უნდა, მაგრამ არის ხა ეკლესიები, სადაც ქალი ეპისკოპოსი ყავთ, მაგრამ არა ქრისტეს ეკლესიაში. ქრისტეს ეკლესიაში მამაკაცი აღასრულებს ღვთისმსახურებას. გასაგებია. შეიძლება თუ არა ძმა მატაროს დის ნათლობის ჯვარი. საერთოდ ნათლობის ჯვარი აუცილებლად უნდა ატაროს იმ ადამიანმა, ვის სახელს არის ნაკურთხი, მით უმეტეს ახლა დღეს არ არის იმის გასაჭირი, რომ ადამიანმა შეიძინოს უბრალოდ ჯვარი და ატაროს და არ ატაროს მისი დის ნათლობის ჯვარი. გასაგებია. აუცილებელია თუ არა ჯვრის გამოსახვა კარებზე. როდესაც სახლი იკურთხება, როდესაც მოძღვარი მიყავს სახლში, სახლი იკურთხება, სახლის 4 მხარეს უკეთება ჯვარი. აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. აგრეთვე უკეთება შესასვლელ კარებსაც ეს ჯვარი და აუცილებელია, რა თქმა უნდა, აი ჩვენ მაგალითად ჩვენს უბანში უწმინდეს თხოვეთ ესეთი ლოცვა-კურთხევა, სანამ ადამიანები დაიწყებდნენ ეკლესიაში სიარულს, სანამ გახდებოდნენ ეკლესიურები და დავშეთ შემდეგ აკურთხებდნენ სახლებს, ჩვენ ყველა ოჯახს ვაჭუქეთ ნაკურთხი ჯვრები. და თითქმის ყოველმა მეორე ოჯახმა უფრო მეტმაც გააკრა ეს ჯვრები კარების და სხვათა შორის მეუბნებიან რომ ადრე თუ დაუშვათ აწუხებდნენ ადასი სხვა სექტის წარმომადგენლები კარებზე კაკუნით, ახლა ეს ამითი წყნარად არიან, იმიტომ რომ ესაც დაინახა იმ სექტის წარმომადგენელმა რომ ამ კარებზე არის ჯვარი, აქ ცხოვრობს ქრისტიანი, გაუვარა და აკაკუნა იქ სადაც და იქ ცდილობს დაუშვათ იმ სულების ჩათრევა, სადაც ნახულობს რომ აქ ცხოვრობენ ქრისტიანი ადამიანები. არ ამგონია მაგის ერიდებოდეს ის. არა, სხვა შორის ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ჩვენთან.
მუშაობ ტოტალიზატორში, სხვა სამსახური ჯერჯერობით არ ჩანს. როგორ მოვიქცევა გვეკითხება ტელემაყურებელი. დიახ, სანამ ტოტალიზატორს ამ კითხვას გავცემ პასუხს, ვიტყოდი რომ აი თითქოს ადამიანები შედიან, განსაკუთრებით ბავშვები, ახალგაზრდები და დებენ ხა ლარს, ორლარს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ბავშვი მოზარდი მოსულა უკვე ჩვენთან, როდესაც წაგებული აქვს 10,000 ლარი, 15,000 დოლარი და ასე შემდეგ და გთხოვს რომ მშობლებთან უშუალოდ ჩვენ რათა დებენ პირობას რომ მეორეჯერ არ შევენ, ოღონ ეხლა ეს ფული გადაიხადონ და აი მაგალითად საფხულის დაწყებამდე იყო ასეთი შემთხვევა ჩვენი უბნიდან ფაქტურად ესე მოხდა ეს ადამიანებს ეკლესიაში არ დადიან 70,000 ლარი იყო ერთ თვეში მიტანილი ამ ტოტალიზატორებში სხვადასხვა ჯგუფების და პიროვნებების მიერ და რამდენი სიკეთე, რამდენი მოწყალება შეიძლებოდა მის ოჯახებს ამ ბავშვებს გაეკეთებინათ, მაგრამ აი ფაქტურად აი იმის გამო რომ გაერთდნენ დაუშვათ 9 საათი, 1 საათი ტოტალიზატორში აი სავალალო შედეგი დამთავრდა. შემდეგ ამას მოყვება რა თქმა უნდა კრიმინალი, მოყვება ვალები, სახლის ჩადება, ჭუბი, ოჯახში უსიამოვნება და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ამ შეკითხვას, ნუ ახლა დღეს ვიცით ყველამ რომ ძალიან ძნელი არის სამუშაოს მოძებნა, ადამიანს დაიწყოს, მაგრამ ალბათ უნახეს ეთყობა ეს სამუშაო, მაგრამ თუ ის მონდომებით მოძებნის სხვა სამსახურს თუ ილოცებს თუ უფალს ყონის და მართლაც აწუხებს ეს რომ აი ის უნახავს და კიდევ ერთი რომ ის არ უნდა ახლა კარებში იდგეს და ეხვერწებოდეს ხალხს შემოვზდანი და არ უნდა მუშაობდეს მაგაზე რომ ბევრი ადამიანი კიდე სხვა ადამიანი ჩაეთნენ ხო, მაგრამ ის ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ როგორც კი მას გამოუჩნდება პირველივე შესაძლებლობა რომ სხვა სამსახური დაიწყოს, რა თქმა უნდა, ჯობია რომ გააგრძელოს სხვა სამსახურში მუშაობა. გასაგებია, რა ასაკიდან ეთხოვება ზიარების ლოცვების წაკითხვა ბავშვებს სრულიად, თავიდან ბოლომდე? დიახ, ბავშვისთვის მართლაც-ძნელია, დიდი ლოცვა არის ზოგიერთ შემთხვევაში ახალმოსულ დასრულ ადამიანსაც უჭირს ამ ლოცვის საკითხვა, მაგრამ მე უფრო ვფიქრობ, როდესაც ადამიანი სრულწლოვანი ხდება. მაგრამ მანამდე შეუძლია ნელა-ნელა პატარ-პატარა მოზღვართან შეთანხმებით ზომიერად შეეჩიოს ამ ლოცვების საკითხს, მაგრამ არის ხანდახან ადამიანი უფრო ადრეულ ასაკში მწიფდება, ზოგი უფრო გვიან და ვის როგორ შეუძლია, ესეც ჯობია მაინც მოზღვართან, მაგრამ ძირითადად მაინც როცა ადამიანს უკვე სრულწლოვანი ხდება, როცა უკვე ადამიანი დამოუკიდებელი ხდება, მას შეუძლია უკვე და აუცილებელია რომ წაიკითხოს თავიდან ბოლომდე ეს ლოცვები. თუ შეიძლება ჯვარდაუწერელი ფეხმძიმე ეზიაროს? დიახ. გააჩნია ხა რატო არის ჯვარდაუწერელი, ეს უნდა გამოვიკლოთ. თუ დაუშვათ ახ ადამიანი არის ჯვარდაუწერელი და ამ ფეხმძიმების ასაკში გაიგო ეკლესიის ამბავი, დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, მოვიდა, მოიძია მოძღვარი, რა თქმა უნდა, მას ვაზიარებთ, მაგრამ ვეტყუთ რომ მან უახლოეს მომავალში უნდა შეძლოს ჯვრის დაწერა. არის შემთხვევები, როდესაც წინააღმდეგია მეუღლე, ან ელოდება რაღაც სუფრას მეგობრის ჩამოსვლას და ამის გამო ის უარს ეუბნება მეუღლეს ჯვრის დაწერაზე. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს გავაგზავნოთ ამ ადამიანის ჯვრის დაწერას. გააჩნია, რომ ამ თვითონ ინცენზიარება ამ ადამიანის მიზეზი დარხდებოდეს დაბრკოლება ჯვრის წერის. გასაგებია. თუ შეიძლება კვირა დღეს და დღესასწაულებზე დაჩოქებაო, გვეკითხება მაყურებელი. დიახ. საერთოდ აი მაგალითად პატრიარქიდან შეგვიძლია ავიღოთ მაგალითი, ის კვირა დღეს ყოველთვის მამაო ჩვენოს ლოცვის დროს ის მუხლს იყრის ღვთის წინაშე და არის ასეთი კურთხევა, ვისაც სურვილი აქვს ეს სოდვა არ შეიძლება, შეუძლია მოიყაროს მუხლი და თუ არ მოიყლის არც რა თქმა უნდა მაგით შეიძლება. არჩევანზე ადამიანის არჩევანზე როგორ მოიქცევა. შეიძლება მუხლის მოყრაც, შეიძლება შაბათ კვირას და დღესასწაულებზე ისეც ილოცოთ. დიახ. თუ ჩაითვლება რადიოთი მოსმენილი ლოცვები ლოცვად? დიახ, ნუ ახლა უბრალოდ ძირითადად შეიძლება საუბარი იყოს, როდესაც ჩვენ მანქანაში ვისმენთ საპატრიარქოს რადიოთი შვიძის ლოცვას, ან შევესწრებით სადმე სამსახურში ან თვითონ სახლში ცოტა ჩავრთავთ, მაგრამ რაც შეეხება ხა დილის საღამოს ლოცვებს, მე მგონი სასურველია რომ ადამიანმა წაიკითხოს, პირადად გაიაზროს, მაგრამ თუ მოусმენს და თუ მართლა გულით მიაქცევს ყურადღებას, თავარია რომ გულისყური დაუდოს ლოცვის დროს და რაზეა საუბარი და ვის წინაშე დგას და რას თხოვს და რა თქმა უნდა, ისიც შეიწირება. გასაგებია, შეიძლება თუ არა მიცვალებულისათვის რაიმე ნივთის ჩაყოლება?
საერთოდ თუ გავითვალისწინებთ მიცვალებულის სულს, რომელსაც ძალიან უჭირს გარდაცვალების შემდეგ ხდება უცნაურ გარემოში, მისთვის უცნაურ გარემოში და ჭირდება ბევრი დახმარება, ბევრი შეწევნა, ჩვენ არაერთის გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით ჩვენ ეთერში, ჯობია რომ მისი თითოეული ნივთი, რომელიც საპირებდნენ ფაქტურად გაყოლებას, გატანებას, შეიძლება დარიგდეს გაჭირებული ადამიანებისათვის, ხოლო თუ მას აქვს შემორჩენილი ნათლობის პირსახოცი, რომელთაც მოინათლა, აი მას კი აუცილებლად ატნევენ საფლავში. ამბობენ, რომ სანთელი ეკლესიაში ყველამ თავისთვის უნდა იყიდოს. რას გვეტყვით ამის შესახებ? ძალიან ხშირად მე სანთლის ოთახთან მოისმენ ამ ასეთ დიალოგს, რომ არა, ხო იცი რომ ეს მე უნდა ყველამ თავთავის უნდა იყიდოს. არა, უბრალოდ ყველას შეუძლია შეიძინოს სანთელი, თუ მამის საშუალება აქვს და აჭიქოს მეორეს. გასაგებია. დაუშვათ ვერ ვეზიარე რაიმე მიზეზის გამო. მომავალ კვირას ზიარების ლოცვები თავიდან უნდა წავიკითხო თუ არაო გვეკითხება მაყურებელი. დიახ, ესეც ხშირად გვესმის ასეთი შეკითხვებიც. დაუშვათ ვერ ეზიარა და წაკითხული აქვს ეს ლოცვა, ხო? ორ დღეში არის ისევ ზიარება, ხო? შეიძლება რომ მან ეზიაროს, მაგრამ თუ დაუშვათ ახლა ერთი კვირის ინტერვალია მის ზიარების ლოცვებს წაკითხვის შორის და ზიარებას შორის, სასურველია რომ თავიდან წაიკითხოს და ხელმეორე ზიარების წინ. დიახ, და საერთოდ თუ შეიძლება საკმაოდ დიდი ლოცვა არის ზიარების ლოცვა, იქ განაწილება შეიძლება, რა თქმა უნდა, შეიძლება უფრო განსაკუთრებით ამას ითხოვენ მოზარდი ბავშვები და ამას ითხოვენ ასაკში ყოფი ადამიანები, რომ ზოგი სუჭირს თვალებში ყურება, ზოგს სუჭირს რაღაც ერთიანად წაკითხო და ამიტომ განაწილება რა თქმა უნდა შეიძლება. გასაგებია. როდესაც მორჩები ლოცვის კანონის შესრულებას, თუ შეიძლება ჩემი სიტყვებითაც მიმართო უფალს. დიახ, ლოცვები, რომელსაც ჩვენ გვკითხულობთ, ეს არის დილის საღამოს ლოცვები, ეს არის დაუშომელი, ეს არის პარაკლისი, ეს არის დაწერილი წმინდა მამების მიერ, ღვთისგანზომილი მამების მიერ და სულიწმინდის მადლით. მაგრამ როდესაც ადამიანი აი ამ კანონის შესრულებას დაამთავრებს, რა თქმა უნდა, აუცილებელია მან თავისი პირადი სიტყვებითაც, პირადი გულიდან ამოსული დამოკიდებულებით მიმართოს უფალს და რა თქმა უნდა, შეიძლება ხშირ შემთხვევაში ამ ლოცვას უფრო მეტი მადლით ძალა ქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ამ ერთერის საშუალებითაც ბევრჯერ დაგვისვეს შეკითხვა, რომ მექანიკურად ლოცულობ, შეიძლება ფურცლები წავიკითხო და თერი ლოცვა ჩავიკითხო და აზრი ვერ მივაქცია, იმიტომ რომ ეს არის წაკითხulis დაწერილს ვკითხულობთ, ხოლო როდესაც ადამიანი გულიდან ამოსულ თავის სიტყვებს ამობს იშვიათად რომ მექანიკურად წარმოთქვას ეს სიტყვები, ხო? უბრალოდ აქ უფრო შეიძლება ამყარებდეს ადამიანი ურთიერთობას უფალთან საუბრით. როგორ მოვიქცე მშობლები არ მომყვებიან ეკლესიაშიო მაყურებელი გვეკითხება. დიახ. როდესაც ადამიანი დაიწყებს ეკლესიურ ცხოვრებას ნუ ეკლესიაში, დაინახავს ამხელა მადლს, დაინახავს იმას, რომ მას შანსი უჩნდება გადარჩენის საუკუნო ცხოვრების, ის იწყებს უკვე ფიქრს, რომ მთელი კაცობრიობა უნდა გადაარჩინოს. რა თქმა უნდა, ახლობლები, მეგობრები და პირველ რიგში მშობლები. მაგრამ ეს იწყება თხოვნით, მოფერებით, რომ აი დედა, მამა აი ესე ხდება და შემდეგ შეიძლება გადავიდეს გაღიზიანებაში, გაბრაზებაში, შეიძლება ჭკუბშიც, ხო? რო უყურებს, რომ თვითონ შეიძლება გადარჩეს და ესენი ვერ გადარჩებიან და რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ადამიანმა უნდა მიხედოს თავის სულს, თავის გადარჩენას, ხოლო თუ ახლა მოუწოდებს მას ტკბილად და ისინი ჯერჯერობით არ არიან ამისთვის ზად, არ უნდა არც ერთ შემთხვევაში აგრესია, ხო? სერაფიმ საროვას აქვს ასეთი სიტყვები, რომ აღივსენითო სულიწმინდის მადლითო და მრავალი გადარჩებიან თქვენ სირგლიო, 1000 წლის გადარჩებიან თქვენ სირგლიო. ესე იგი, თუ ეს ადამიანი სულიწმინდის მადლით აივსება და გააკეთეს ედმიწევით ყველაფერს რაც მას ევალება, არათუ მშობლები, მისი მეზობლები, მეგობრები, ახლობლები და ყველა ვინც ამ ადამიანს შეხედავს, ყველა გადარჩება. როგორ უნდა მივხვდეს სიზმარი უფლისგან არის თუ არაო, მაყურებელს აინტერესებს. შეხება ხა სიზმართან დაკავშირებით, ცოტა საფრთხილო მიდგომა არის აუცილებლად საჭირო. ერთი მამა ამბობს, რომ დავუშვათ დავიყო თარო, სადაც დევს სხვადასხვა ბოთლი, რომელშიც აცხია საწამლავის და წამალიც, მაგრამ დროთა განმავლობაში მათ სახელები წაეშალათ და ეხლა ჩვენ რო გვინდა ავიღოთ წამალი და ავიღებთ საწამლავს, ხო? ძალიან სავალო მდგომარეობით დამთავრდება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის არ უნდა მივაქციოთ სიზმარი
შემოაქვს ყურადღება, არ ვიცი ჩვენ ეს არის ბოროტიდან, თუ ღმერთიდან ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს დაესიზმრება რაიმე, შემდეგ გაუხდება, ხო? ის თუ არ შეეკითხება ამას მოზღვართ არ ეკლესიურად ცხოვრობს, ის უკვე იჯერებს ნელა-ნელა, რომ ეს მას რაღაც გამოცხადებასავით ქონდა უფლიდან. შემდეგ მეორე დღე შეიძლება კიდე დაესიზმროს, კიდევ აუხდეს და შემდეგ ისე გაიტაცოს ადამიანმა იმან, რომ რაც ესიზმრება ყველაფერი უხდება, უკვე ის ჩათვლის თავისას, რომ ეს არის ღვთისმშეული, მას უფალი პირდაპირ ხო ანახებს ამ მდგომარეობას. თავისუფლად შეუძლია შეიპყრობს რა ბოროტი ამ ცოდვით ადამიანს, შეუძლია შემდეგ შეიყვანოს თუნდაც ისეთ ტაძარში, რომელიც რა ქვია, არის სხვა კონფესიის და უთხრას, რომ აი მართლობაში კი არ არის სიმართლე და ცოცხალი ღმერთი. აი აქ არის. შემდეგ იმ ადამიანს ჩვენ ვერ დავაჯერებთ ვერანაირად, რომელსაც უკვე თვეობით და წლობით რაღაცების უხდებოდა და ის თვლიდა, რომ ეს იყო ღმერთიდან, რომ არ არის ეს სიზმარი, სიმართლე, ეს იყო ბოროტიდან, ხო? აგრეთვე ასევე შეიძლება გამოცხადებებს. ყველა ადამიანი ფიქრობს თავის თავზე, რომ ის არის ჩეული, მას უფალი უნდა გამოიცხადოს, მან უნდა პირდაპირ დაამყაროს უბანთან ურთიერთობა და ხშირ შემთხვევაში ამას მიაქცევს რა ყურადღებას ეშმაკი, ყოველთვის ცდილობს, რომ ამ ადამიანს ასტუნოს ამ ხმების ყოფილა შემთხვევები, რომ ხმებითაც უსტუნებიათ, ხო? ჩვენ მამების ცხოვრებიდანაც ვიცით. აი მაგალითად ერთ მონაზონს ეცხადებოდა ხმა, ესმოდა ხმა ღამე, რომ აი ადექი ილოცე და ეს სგებოდა და ლოცულობდა და გაგრძელდებოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. შემდეგ ერთ-ერთ თავის მის მეგობარს მონასტერში მსხოვრება დას უთხრა, რომ ესე ყოველ ღამე მე ღამის 3-2-ზე ესე ხმა მაქვს და ლოცულობო. აუცილებლად უთხარი წინამძღვარსო და როცა წინამძღვარს უთხრეს ეს მოახსენეს, წინამძღვარმა უთხრა, რომ როდესაც ეს ხმა მოგესმება, შენ უთხარი, მე როდესაც მინდა მაშინ ვილოცებო. და როდესაც ესე გააკეთა მართლაც ამ ადამიანმა, გაიგონა ეშმაკის ხარხარი და გაიგზა თურმე ეს ეშმაკი აკეთებდა და არა ანგელოზი უფლის. არის მეორე შემთხვევასაც მოყვები, ერთხელ ერთ მოსაგრებელს, რომელიც განერიდა ამ ცხოვრებას წლების განმავლობაში, ლოცულობდა თავის ენაგში, მიაკითხა სამი ადამიანის სახით ბოროტმა და უთხრა, რომ აი შენ უნდა წამოხვიდე ჩვენ ქალაქში, ეპისკოპოსი გარდაიცვალა და ყველა ელოდება თქვენი ჩამოსვლასო. ნუ თავიდან რა თქმა უნდა ბერმა არც მიაქცია ყურადღება და წინააღმდეგობაში მოვიდა მათი აზრი, რომ მან მიატოვა დიდი ხანი და არც უფიქრია რაღაც წასულიყო და ერში გაეგზავნებოდა ცხოვრება, მაგრამ ნელა-ნელა ამათი დაჟინების თხოვნით შემდეგ აი შეიპარა რაღაც ეს აზრი, რომ ალბათ მე მართლა ვჭირდები, მე მართლაც უნდა წავიდე და ეს აღთქმა რაც ქონდა დადებული მას აი მოსაგრეობის რაღაც რამოდენიმე წუთში უკვე გადაიფიქრა და გაყვამათ და ესენის ბოროტები იყვნენ გადმოაგდნენ კლდიდან ეს ადამიანი და წერია პატარიკონში რომ უასრო ამ ადამიანმა აღსარებით ჩაბარება და ისე გარდაიცვალა. ასე რომ სავალალოს შედეგი შეიძლება დამთავრდეს სიზმარზე ყურადღების მიქცევა, ხმაზე ყურადღების მიქცევა და ამის რომ არ ურჩევთ არავის რომ და უფალს თუ მართლაც გამოცხადება უფლიდან, უფალს ეს მაინც არ ეწყინება, ასე რომ ჯობია რომ არ მივაქციოთ ყურადღება. ესე იგი რა შეიძლება ნაკლები ყურადღება? ნაკლები საერთოდ ხო მოგცეთ ჯობია. თუ ადამიანს არ სურს ჩემთან შერიგება, მეპატიება თუ არა, რაც ვაწყენინეო, მაყურებელი გვეკითხება. დიახ, ადამიანმა არ უნდა დააკლოს მცდელობა იმას, რომ თხოვოს პატიება ამ ადამიანს და ნანობდეს იმ ჩადენილ შეცდომას მისი მეგობრის წინაშე და მომავალში არ გაიმეოროს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეპატიება. გვაინტერესებს ბავშვის ნათლობა, როდის შეიძლება და როდის არა? დიახ. ნათლობა არის ისეთი ღვთისმსახურება იმ შვილ-საიდუმლოს შორის ჩვენ ეკლესიაში, რომელსაც არ აქვს არგანიზო არც დღით, არც ღამით, არც ცუდი ამინდით, არც კარგი ამინდით, ყოველთვის ნათლობა შეიძლება მარხვაშიც, ხსნილშიც და ნათლობა შეუძლია ჩვეულებრივ ადამიანსაც თუ არ არის იქ მოძღვარი და ადამიანი გარდაცვალების პირას, ხო, მან შეუძლია წყალი აიღოს და ესეთი სიტყვებით, რომ ეს ფორმულა წარმოსთქვას, ნათელს იღებს მონახვითისა ესა და ეს სახელითა მამისათა ამინ, დაძისათა ამინ და სხვა წყალი და სულისა წმინდისათა ამინ. თუ ადამიანი გარდაიცვალა ის ითვლება მონათულად და თუ რა თქმა უნდა ის გადარჩა, გააგრძელებს ცხოვრებას, შემდეგ მას მოძღვარი ეკლესიაში დანარჩენ ლოცვებს, მირონცხების ლოცვებს წაუკითხავს და ეს ადამიანი რა თქმა უნდა დიახ, ნაკურთხი წყალი უნდა ასხუროს. არა, ნებისმიერი წყალი შეიძლება, რომ ესე დაასხა. გასაგებია. როდის იწყება შობის მარხვა და თევზით არის თუ არა ხსნილიო მაყურებელს აინტერესებს? დიახ.
შობის მარხვა, ჩვენ ვიცით რომ არ არის მოძრავი მარხვა, ეს ყოველთვის იწყება 29 ნოემბერს და მთავრდება 7 იანვარს, გრძელდება 40 დღის განმავლობაში და მთავრდება 7-ში ბრწყინვალე ჩვენ დღესასწაულობთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ხოლო წელევანდელ წელს კი იწყება 28-ში ფაქტურად, იმიტომ რომ წინა დღე უწევს პარასკევი. ამის გამო, ხოლო რაც შეეხება თევზისხნელია თუ არა, ყოველთვის ასეთი კურთხევას გვაძლევს უწმინდესი, რომ 25 დეკემბრამდე შეიძლება თევზის მირთმევა, ხოლო შემდეგ არა, მაგრამ პატრიარქი ისევ ახსნილებს პირველში და ორში ახალ წლებს, როდესაც უკვე